მოგესალმებით, ფირფასო მეგობრებო. ეთერშია ტელე 32. დღევანდელი გადაცემის უმნიშვნელოვანესი სტუმარი გახლავთ დაჩინა ანობაშვილი. იგი დაიბადა 1979 წელს ქალაქ თბილისში, სადაც მან დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი. ხოლო 1999 წლიდან მან დაიწყო მოღვაწეობა როგორც მასწავლებელმა. იგი მესამე კურსის სტუდენტი იყო, როდესაც დაწყებითი კლასების მასწავლებლობის სურვილი გაუჩნდა და ახლა 20 წელია აშორედება სკოლას. 2010 წელს იგი იყო ეროვნული სასწავლო გეგმებისა და შეფასების გარე ექსპერტი. მან 2009 წელს დაარსა მათემატიკური ოლიმპიადა ევერესტი. ეს ოლიმპიადა მთელი საქართველოს მასშტაბით არის გავრცელებული და ბოლო 4 წელია ის გალის რაიონის ოკუპირებულ ტერიტორიებზეც ტარდება, სადაც 300-ზე მეტი ბავშვი მონაწილეობს. პროექტს სასიამოვნო თქვენი გაცნობა. ძალიან გიხარია მთლიან 31 საჯარო სკოლაში მოგზავნით და გვესტუმრეთ. იმედია კიდევ გვესტუმრებით. რამოდენიმე კითხვას დაგისვამთ. თქვენი ცხოვრებიდან გამომდინარე, და თქვენი პროფესიიდან გამომდინარე. იმედი გვაქვს საინტერესო გამოვა. დავიწყებთ პერსონალური აღწერებით. პირველი კითხვით შემოგვართებთ. ალბათ ფერს აღუნიშნავს, თუ როგორი კარგი მიდგომა გაქვთ ბავშვებში ახსნის პროცესში. შეგიძლიათ ცოტაოდენი რამ ჩვენს მოგიყვეთ თქვენს მიდგომებზე? პარალელებს ვასწავლი, მაგრამ ყველა პარალელისთვის რაღაცა სხვა მაქვს ხოლმე მომზადებული. იმიტომ რომ ბავშვები სხვადასხვანაირები არიან, იქ რაღაც ინდივიდები სხვანაირები არიან და შესაბამისად სხვა რაღაც საჭიროებები. ამიტომ მე ეს კარგად მაქვს ხოლმე გააზრებული. ყოფილა შემთხვევა, როდესაც კონკრეტული ფრაზა ან შეკითხვა ქონია ერთ-ერთი კონკრეტული მოსწავლის გამო მომზადებული, ერთ-ერთ კლასში, რაც შეიძლება მეორე კლასში არც ვიკითხო, იგივე საფეხურს. ძალიან მნიშვნელოვანი არის, რომ ის პროცესი, რომელიც საკლასო გარემოში მიმდინარეობს, იყოს კარგად გააზრებული. ის რომ მე 20 წელია მასწავლებელი ვარ და ახლა გადავშლი, სად გავჩერდი და გავაგრძელებ რა უნდა, ასე არ არის. ასე არ გამოდის, გაკვეთილს უნდა კარგად გააზრება. მე არ გულისხმობ იმას, რომ გაკვეთილის გეგმა დავწეროთ და თითოეული გაკვეთილისთვის ასე არა. გავიაზროთ. უბრალოდ გავიაზროთ. ამას შეიძლება ეყოს 10 წუთი. შეიძლება არც დაჭირდეს მაგდენი, რომ მე უბრალოდ ვფიქრობ იმას, რომ რა უნდა გავაკეთო კლასში, რა უნდა მივცე სახში დავალებად და აქედან გამომდინარე მე თავისით მოდის იდეები, რომ რომელ კლასში, რომელ ბავშვთან რა საჭიროებები მაქვს და რა გავაკეთო. აი ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი. თემაში ავიხეთ და თქვენი მიდგომა აგვიხსენეთ მოსწავლეების მიმართ. თუ შეგიძლიათ გითხრათ, რა დამოკიდებით ასწავლეთ მაგალითად და როგორი დამოკიდებულება მოსწავლესა და მასწავლებლის შორის, რა დამოკიდებულება იყო, რადგან მასწავლებელი ხართ, ალბათ იცით ხო მასწავლებლების დამოკიდებულება ბავშვების მიმართ და აი, მაინც როგორი დამოკიდებულება უნდა იყოს მოსწავლესა და მასწავლებლის შორის, რომ შვენიერი, კარგი გაკვეთილი ჩატარდეს და მოსწავლეებიც ინტერესით გისმენდეთ. თავისუფალი გარემო უნდა იყოს, არ უნდა იყოს პრობლემა ბავშვისთვის, დღესაც აქ რო ჩავატარე მესამე კლასელებთან გაკვეთილი, მათაც უთხარი, არ უნდა იყოს პრობლემა შეცდომის დაშვება, შეკითხვის დასმა. ვერ გავიგეზე პასუხის გაცემა. რა თქმა უნდა, ამ ვერ გავიგეს ბავშვები სხვანაირადაც იყენებენ და შეიძლება არ მოისმინა და მე იტყვის, რომ ვერ გავიგე. ან ეზარება ფიქრი და გამოსავალია ვერ გავიგე. ამასაც ხო ამჩნევთ ჩვენ მასწავლებლები და ამაზეც შეგვიძლია, არ უნდა ასე ვთქვათ, გავატაროთ ეს ჭალებში. აუცილებლად უნდა ვთქვათ, რომ ეს იმიტომ ვერ გაიგე, რომ არ მისმენდი, ან იმიტომ ვერ გაიგე, რომ რაღაც, მაგრამ ის რომ შეცდომას დაუშვებს, ის რომ რაღაცას არასწორად გააკეთებს, ეს პრობლემა არ უნდა იყოს და ეს არ უნდა გახდეს რაღაცა უწყინარი ფრაზით შეიძლება დავუყოთ ყველაფერი. მაგალითად, ეს როგორ ვერ გაიგე, ან ამას ყველა იგებს და შენ რატო, აი რაღაცა ისეთი თითქოს არაფერი შავდებოდეს, მაგრამ ამით შეიძლება ჩვენი ბავშვით ვიჩეფასება ძალიან დავწიოთ დაბლა და სხვა დროს მას აღარ ამოიღებს. ამიტომ ძალიან თავისუფალი გარემო უნდა იყოს კლასში. რას ფიქრობთ, თქვენი პროფესიით კმაყოფილი ხართ და წარსულში რომ დაბრუნდეთ, შეისრულეთ ას და სხვა სპეციალისტი გახდებოდით თუ გავიწერებდით მათემატიკას? არა, ძალიან კმაყოფილი ვარ, იმიტომ რომ მე როცა მათემატიკის ფაკულტეტზე ჩავაბარე, იმიტომ რომ ძალიან მიყვარდა მათემატიკა, ერთ-ერთი საგანი იყო, რომელიც ძალიან მიყვარდა. მალევე მივხვდი, რომ უმაღლესი მათემატიკა ეს არ იყო ის სფერო, სადაც მე სიამოვნებით გავაგზავნებდი მუშაობას, თქვათ, სამომავლოდ. და მალევე მესამე კურსზე აღმოჩნდი სკოლაში. და ძალიან მომეწონა და ვთვლი, რომ არ ვნანობ ნამდვილად და ვთვლი, რომ
ხელმეორედ რო დავიწყო, ალბათ ისე მასწავლებლობით დავიწყო. კი ბატონო. და ასეთი კითხვა შემოგთავაზებთ. ხშირად არის ის მომენტი, რომ მაგალითად მოსწავლეები არიან ძალიან ინტერესებული და რამოდენიმე კითხვას, ძალიან ბევრ კითხვას გისვამენ. ყოფილა თუ არა ისეთ ერთი მომენტი, როდესაც მოსწავლეს თქვენთვის კითხვა დაუსვია, თქვენ გაჩერებულ ხართ, გიაზროვნიათ ამ კითხვაზე, იმიტომ რომ ცოტა რთულად გასცემი კითხვის პასუხი რთული იყო და შემდეგ გაგიციათ. კი, ყოფილა ეგეთი შემთხვევა, მაგალითად, როცა რაღაც კონკრეტულ დავალებას ვაკეთებთ და ამ დავალებას თქვათ, მე ჩემთვის მაქვს რაღაც 3 ამოხსნის გზა და ყოფილა შემთხვევა, რომ მე 4 შემოუთავაზები. შეიძლება ის არ არის რაღაცა უფრო მარტივი, იმიტომ რომ უფრო მეტი ნაბიჯია გადასადგმელი, მაგრამ საინტერესოა და ამის იგნორირება არასოდეს არ შეიძლება. აუცილებლად პირიქით უნდა შევაქოთ, რომ მას ეს აზრი გაუჩნდა, აუცილებლად რომ მივყვეთ, უნდა ვთქვათ, რომ ესეც სწორია და უნდა აღნიშნოთ უბრალოდ მისი დადებითი და უარყოფითი მხარეები. შევადაროთ იმ ვარიანტებს, რომელიც ჩვენ გვაქვს და მე თავად გადაწყვიტოთ. ამიტომ ყოფილა, ნამდვილად ყოფილა, იმიტომ რომ იმ მომენტში გგონია, რომ შენ ყველა ვარიანტი გაქვს თავში და ამ დროს რაღაცა ახალს გეუბნებიან და აი ეს მომენტი რამდენიმე წამიანი მქონია და მე რომ მიმჟელია ერთად, ხო, მივსულართ იმ დასკვნამდე, რომ ესეც შეიძლება. და ეს მასწავლებლობის პერიოდი, რაც გრძელდება, აი ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი გაკვეთილი რა გესწავლიათ და აი რასაც ცხოვრებაში აღიარებთ, რომ აი ეს ასე აღარ უნდა მოხდეს, ან ასე უნდა მოხდეს პერიოდი. კარგი კითხვა. ძალიან არა მარტო სკოლაში, მაგრამ სკოლაში განსაკუთრებით სკოლის გარეთაც კარგად უნდა დავფიქრდეთ, სანამ რამეს ვიტყვით, იმიტომ რომ ბავშვები ნებისმიერ ნაბიჯს რაღაც სხვანაირად იგებენ და არ გაპატიებენ თუ რამე შეცდომას უშვებს. ის რომ შეიძლება მეგობრებმა რაღაცა წაუყრონ, არა, ბავშვები ასე არ არიან და ძალიან მნიშვნელოვანია, რომ სანამ რამეს ვიტყვით, კარგად დავფიქრდეთ. რატომ და რა ცხოვრების პერიოდში გადაწყვიტეთ მასწავლებლად? წერა როგორც აღნიშნე, მესამე კურსზე ვიყავი, ჩათვლების პერიოდი რომ მოვიდა, რიგი იყო ჩათვლებზე. ჩათვლის წიგნაკებით ვიდექით რიგში, რომ უნდა მიგვეღო ჩათვლებისთვის ვემზადებოდით თავისთავად ღამის თენება და მთელი ამბავი, იმიტომ რომ როგორც არის სტუდენტობა და მოვიდა ერთ-ერთი ჩვენი თანაკურსელი, ოღონდ მე არ ვიცოდი რომ არ მინახავს ჩვენ კურსზე იყო. შევიდა ურიგოთ, გამოვიდა, წავიდა და ვინ იყო მეთქი ეს ვიკითხე. ჩვენი კურსელია, მე ვთხარი მე არ მინახავს და რანაირ არ დადისო. რატო არ დადის? ეგო მასწავლებელიაო და ჩათვლებსაც ისე იღებსო. მეც მინდა ვიფიქრე მასწავლებლობა მაშინ და კარგი ყოფილა. შვენიერია მეთქი და რაღაც ამ მიზნით, მართლა ამ მიზნით მე ვთქვი ეს რამდენჯერმე და ჩემი დეიდაშვილის მეუღლე ასწავლიდა თუ გინდაო წაგიყვანო სკოლაშიო და ნახეო ის პროცესიო. და ქართული სასწავლებელი ახლაც არსებობს ასეთი სკოლა, სადაც 2 კვირა დავდიოდი და ვესწრებოდი გაკვეთილებს პირველ კლასში. იმიტომ რომ კითხეს რომ თუ შეხვალო, რომელ კლასში შეხვალო და მე პირველი ავირჩიე ყველაზე ადვილი მეგობრი. ამ დროს ყველაზე რთული აღმოჩნდა პირველი კლასი და 2 კვირა ვიარე იქ, მომეწონა, მე ჩავატარე საცდელი გაკვეთილი და დავჭი.